გაინტერესებს როგორ უნდა წახვიდეს სუფრაზე, წვეულებაზე, кейფზე და დაბრუნდე იქიდან იგივე წონა, რა წონაც წახვედი. მომისმინე ბოლომდე და ჩემი არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს. წესი ნომერი პირველი. გადახედე სუფრას და ყოველთვის დაიწყე პოსტნეულით. ბალახეულით და არა ხორცით და არა ტკბილეულით, არა ცომეულით. თუ სუფრაზე დევს ისეთი რამე, რაც ძალიან გიყვარს და რომლის გარეშეც თავს ცუდად იგრძნობ, ჯობია ჭამო. თუ შენ არ შეჭამ ხაჭაპურს და მე მთელი ღამე ხაჭაპურზე უნდა იფიქრო, ჯობია ჭამო. იმიტომ რომ ხაჭაპურის მონელება უფრო მარტივია ორგანიზმისთვის, ვიდრე სტრესიდან გამოსვლა და დასტრესილი ორგანიზმის ფეხზე დაყენება. ალი ალკოჰოლური სასმელი ზომიერად, ხოლო წვენებს, გაზიან სასმელებსა და ლიმონათებს საერთოდ დაანებე თავი. და ბოლოს გახსოვდეს, რომ თუ წვეულებაზე კვება დაგერღვა, დანაშაულის განცდითა და სინდისის ქეჯნით თავს ნუ მოიკლო. ეს ხო ერთჯერადია, ეს ხო არა რეგულარული. იმავე დღეს საღამოს შეგიძლია გააგრძელო სწორად. ან მეორე დღიდან, რა მნიშვნელობა აქვს. თუ გინდა იცოდე, როგორ ჭამო და როგორ მოიქცე შენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.